მხოლოდ კეთილი სურვილებით არ მივდივარ ერაყში. ან აფრიკაში ან სადმე. რომ იქვინდეს რამე ვასწავლო. მე მივდივარ ფულის საშოვნელად. ყველაც მაგითომ დადის. ქართველის და სხვაც. წარმოიდგინეთ, ჩვენი ერთ დღეს მსოფლიოში ყველა კონფლიქტი დასრულდა და მე უმუშევარი დარჩი. მე ოჯახი მყავს. ეს არ იქნებოდა კარგი დღე. ამ დღეს მე ბედნიერი ვერ ვიქნებოდი. ალბათ ეს კატასტროფა იქნებოდა. ყოველთვის ნერვიულობ, როცა რაღაცა უნდა მოვყვე. ახლა ამ ფილმის ტექსტზე ვფიქრობ. ფილმი ჩემზეა. მითხრეს უნდა გადაგიღოთო. უბრალოდ ანიმაციური ფილმია და არ ვიცი როგორ იქნება, მგონი კამერით არიღებენ. უბრალოდ ხმას ჩაიწერენ და უნდა მოვყვე რაღაცეები ჩემზე, ჩემს თავზე და მსოფლიოზე. სად მუშაობ, რა მინდა და ასე შემდეგ. თუ რომ შემეშლება თავიდან ვიტყვი. ველოდები ინტერვიუს დაწყებას. რაღაც უნდა ჩაირთოს და მეტყვიან როდის დავიწყო. ეს მგონი მე ვარ. თვალები დასიებული და გამხდარი. მგონი კოსმოსში ვარ. მოკნილი ვარ. სწრაფიც ვარ. არ ვიცი ასე მართლა შემიძლია თუ არა. მაგრამ ეს ვიღაცა მე ვარ. ანიმაციური მე. სადღაც მივდივარ. მასწავლებელი საზღვრებს გარეშე. არა, საერთოდ ალბათ ეს ცუდი არ არის პირიქით, მაგრამ იცით რა მოხდა საქართველოში? საქართველოში 90-იან წლებში დაიწყო კონფლიქტები და ამ კონფლიქტებში გავჩნდით ჩვენ ადამიანები, რომლებიც საზრდოობენ ომით. ანუ ჩემნაირი ადამიანები, რომლებსაც ჭირდებათ ომი, რომ იყონ კარგად. როგორც გინდათ ისე იფიქრეთ, მე მასწავლებელი ვარ, წესითონთან არაფერი საერთო არ უნდა მქონდეს, მაგრამ ჩემნაირები დადიან სუდანში, ერაყში, ნეპალში იმისათვის, რომ მივიდნენ სკოლებში და ეს რომ გაკვეთილებს ჩაატარონ, მასტერკლასები ასწავლონ, რა ცუდია ომი და გააკეთონ ფული. ბევრი აკეთებს იგივეს, მაგრამ არავის უნდა თქვა სინამდვილეში რა გვაწუხებს. რაღაცას მაინც ვერ ამბობ. გერიდება თქვა ვინ ხარ, ყოველთვის რაღაცას მალავ, ბოლომდე არ ჩანხარ. ამიტომ ასეთ ხალხზე მე ვამბობ უხილავი ხალხი. პაკისტანის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლემ სათამაშო პისტოლეტი მაჩუქა. ნამდვილს გავდა. მეგონა გაისვრიდა. ამასინა ჩემ მეგობარსაც მოუყევი ეს ისტორია. მაგრამ პირველი ნაწილი საინტერესო არ არის. საინტერესო არის მეორე ნაწილი, რომელზეც საერთოდ არ ვლაპარაკობ, არ ვყვები, მხოლოდ ჩემთვის ვფიქრობ ხოლმე. ალბათ ყველა ასეა. ეს ფილმიც ალბათ რაღაც პირადი დღიურივით იქნება. აქ ასე თქვეს. ნახეთ როგორ დადის. როგორ დამიაქვს.
თითქოს ავარიაში მოყვა და მანქანამ გადაუარა. ვინ მოიფიქრა რომ მე მგავს? ერთადერთი ისეთივე დაღლილია როგორც მე. ეხლა ხელს მიქნევს, გონი არ მახსოვს. უბრალოდ არ ვიცი სად წავიდეს. რადგან არის სამსახური. მეგობრა რომ გონი ჯობია არ დაიღალო, რა იცი სად მიდიხარ. მართლა ძალიან აქტიურია. მახსენდება ის ნაჩუქარი პისტოლეტი, მაგრამ იმის იმედიც მაქვს, რომ ოდესმე შევძლებ რომ შევიცვალო. ან იქნებ პროფესია შევიცვალო, მაგრამ ამაშიც ეჭვი მეპარება. ჩემს თავში მეპარება ეჭვი. მე კონფლიქტში ვშოულობ ფულს. და ისინი ვინც ჩემს მაღლად განან უფრო მეტ შეულობენ. მე რომ შემეძლოს, ისინი არ დაუშვებენ. მიხარია ამას რომ ვამბობ, თითქოს მე არ ვარ ამ ძალადობის დამწყები და როგორ უნდა შევაჩერო ის რისი გაჩერებას არ შემიძლია. 6 თვით მინდა ისევ ერახში წასვლა და მუშაობა. სხვაგანაც მუშაობ, მაგრამ ცოტას მიხდიან. საქართველოში მასწავლებელს მაღალი ხელფასი არ აქვს. ეს იმ ავღანური იარაღს არ გავს, მაგრამ ნებისმიერი იარაღ შეუძლია გაისროლოს, ასე არ არის? ალბათ ბოლოს მაინც ჩადებ ტყვიას. შეიძლება არ გინდა, მაგრამ სხვა გზა არ არის. ყველა ისე ცხოვრობს, როგორც გამოსდის. მე სხვანაირად არ გამომდის. მასწავლებელი და ომი. განათლება ვერ მოიცდის. დღესდღეობით 80 მილიონი და შეიძლება უფრო მეტი ბავშვი სკოლის გარეშე არის დარჩენილი, იმიტომ რომ მათი ქვეყნები ქაოსმა მოიცვა. ალბათ ხსმენიათ კონფლიქტურ ზონებში საგანმანათლებლო პროგრამებზე რამდენი ფული იხარჯება. ძალიან ბევრი, მილიონობით. ის მოდის? თითქოს ვიცოდი რომ ჩემსკენ წამოვიდოდა, მაგრამ ვეტყვი რომ გაიქცეს, ანუ მე გავიქცევი და ვერ დამეწევა.
ძალიან ნერვიულობ. თითქოს არ მინდა, მაგრამ მინდა. ველოდები ახალ კონტრაქტს და იგვიანებს. ამათ ლოდინში მე ხომ არ დავიწყებ ომს. კონფლიქტები რომ არა, ჩემი შვილი უცხოეთში სასწავლებლად ვერ წავიდოდა. მე ვერ ვიყიდი ახალ მანქანას, ვერ დავიცვენებ ისე როგორც მინდა, მოკლედ აღარ მექნება ის ფუფუნება, რასაც ომი მაძლევს. ისე ცოტა მართლა დავიღალე, იქნებ შევისვენოთ. შევისვენოთ? უბრალოდ იქნებ ჩაწერა გავაჩეროთ რა ცოტა ხნით. ისმდა ჩაი. ჩაი. გაწერეთ როგორი იყო? ძალიან კარგი იყო. ისე ვლაპარაკობდი რა. არ ვიცი ფილმს თუ მოუხდება. კარგი გამოვიდა მართლა, კარგად ვიმუშავეთ რა. მეცადა ეს ექსპერიმენტული ფილმია თუ რა არის? ხო, დოკუმენტური ანიმაცია. ანუ რაც გამოვიდა ცუდი არ არის. არა, პირიქით. წამობძალეთ რა. დავისვენოთ.